ანაკლიაში მომავლის ბანაკი სეზონს 5 ივლისს გახსნის. საზღვაო კურორტზე წელს 2000 სკოლის მოსწავლე დაისვერებს. მოზარდების სია უკვე შევსებულია, შერჩევის კრიტერიუმი მაღალი აკადემიური მოსწრება და სწავლა გახდა. შეღავათები აქვთ სოციალურად აუცილებლებს, დევნილებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს. ანაკლიის მომავლის ბანაკი მოსწავლეების პირველ ნაკადს ელოდება. სეზონი ოფიციალურად 5 ივლისს გაიხსნება. ბანაკს წელს 14-დან 18 წლამდე მოზარდებისგან დაკომპლექტებული 6 ნაკადი ესტუმრება. ოფიციალურ გახსნაზე კი ოლიმპიური ჩირაღდანიც აინთება. ბანაკში საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან ერთი მოსწავლე შეირჩა. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. პირველი ნაკადი ეთმობა სასკოლო ოლიმპიადას. პრობაციის ეროვნული ცენტრიდან ჩვენ მივიღებთ 50 ბავშვს და დიასპორის სამინისტრო 154 ბავშვს. ველოდებით ბანაკი მზად არის. მომავლის ბანაკში მონაწილე ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს. მოიწყობა დისკუსიები, პრაქტიკული სამუშაოები, ტოლერანტობის, არჩევნებისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. მონაწილეთა თითოეულ 24 კაციან ჯგუფზე პასუხისმგებელია 2 ლიდერი, რომლებიც შერჩეული არიან 2 ეტაპიანი ღია კონკურსის საფუძველზე. ლიდერები უზრუნველყოფენ მონაწილეთა მართვას, პროგრამულ აქტივობებში ჩართვასა და დისციპლინის დაცვას ბანაკის ტერიტორიაზე. ძალიან კრეატიულები აღმოჩნდეთ ჩვენი მომავალი ლიდერები. უდიდესი პასუხისმგებლობაა მათ მოუწევთ შემდეგ მოზარდებთან ურთიერთობა. ამიტომ არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რომელიც ზოგს მეტადაა განვითარებული, ზოგს ნაკლებად. მქონდა შერჩევა ის პერიოდი 10 დღიანი ლიდერების. ჩვენი ვაგრძნობ თავს, გამოიყენოთ ყველაფერი რესურსი, რაც გააჩნიათ, ყველა ნიჭი ჩვენ დავეხმარებით მის გამოვლენაში. გახსნამდე კი ანაკლიის ბანაკის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. გაიწმინდა ტერიტორია და მოწესრიგდა საცხოვრებელი და საკვები ობიექტები. გაკეთდა ძალიან ბევრი სარემონტო სამუშაოები, განაახლეს სამზარეულო ინფრასტრუქტურასაც შეეხება, ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ 2015 წლის მომავლის ბანაკმა მოზარდებს უმასპინძლოს. ანაკლიის მომავლის ბანაკი 5 ივლისს ახალგაზრდების პირველ ნაკადს 10 დღით მიიღებს.